თუ შენ ამ რიტუალს გააკეთებ, წარმატება და გამართლება ყოველთვის შენთან იქნება. გამომყევი და მე გასწავლე შენ ამას. მეგობრებო, აიღეთ 3 სუფრის კოვზი მარილი. 3 სუფრის კოვზი მარილი. 1 2 3. 3 სუფრის კოვზი მარილი. აიღეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი. სანამ გავაგრძელებ, თქვენსგან საჭიროა აქტიურობა. აუცილებლად გაუკეთეთ ჩემს ვიდეოს რეპოსტი, შეინახოთ, დააკომენტარეთ და დააგულეთ. ეს ძალიან დიდი თხოვნაა. იმისთვის რომ TikTok-მა გაითვალისწინოს და გაგვიშვას რეკომენდაციების ჩარჩოში, მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა. ბალანსისთვის კი იაქტიურეთ, გაუკეთეთ რეპოსტი, შეინახეთ, დააგულეთ და აუცილებლად იაქტიურეთ კომენტარებში. 1 2 3. 3 კოვზი. 3 სუფრის კოვზი შაქარი და ხელით ვიღებთ 1 მუჭა ბრინჯი. სამი სუფრის კოვზი მარილი, შემდეგ ზემოთა პირველი მარილი, მერე შაქარი 3 სუფრის კოვზი და შემდეგ 1 მუჭა ბრინჯი. აუცილებლად ავიღოთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი. ავიღოთ 2 დაფნის ფოთოლი და როდესაც დავასრულებთ ამ ყველაფერს, ვთქვათ, როგორც ბილმა შაქარმა დაფარა მწარე მარილი, ისე განდევნოს ჭირი და შემოიწვიოს ლხინი. ისე უიღბლობა იცვლება იღბლით. ბარაკა ავსებს ჩემს სახლს, სიუხვე ჩემს ირგვლივ იკრებს თავს. იღბალი და წარმატება ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ერთად ვართ ამიერიდან და სამუდამოდ. ასე იყოს, ასე იქნება, ასე მინდა. შემდეგ ამას ვიღებთ ფანჯრის რაფაზე ან ლოგინის თავთან ვდებთ 1 დღით. მეორე დღეს დილას მზის ამოსვლამდე გაგვაქვს გარეთ და ვაპნევთ. შეგვიძლია ხესთან მოვაპნიოთ, შეგვიძლია ჰაერში მოვაპნიოთ. ვაპნევთ და ვამბობთ, ყველაფერი რაც ნეგატივი შეიწოვე, წაიღე და ბარაკა და სიუხვე მომიტანე. ეს ყველაფერი ხდება ეს. ეხლა კი მე შენ დაგანახებ და გეტყვი, რა ხდება შენს პარტნიორთან გრძნობების მხრივ. რა ხდება შენს პარტნიორთან გრძნობების მხრივ. რა ხდება შენს პარტნიორთან გრძნობების მხრივ. ნახოთ რა ხდება პარტნიორთან გრძნობების მხრივ. პარტნიორთან გრძნობების მხრივ, მეგობარო, ცოტათი დახურული და დაკეტილი ხარ. ქალების 50% აზრი შეიცვალა და საკუთარი ქმედებები და ნაბიჯები არა პირადი მხრივ, არამედ საკუთარი ფინანსური და კარიერული კუთხით განვითარებისთვის გადაიყვანა. მეგობრებო, მე შემიძლია გითხრათ ის ყველაფერი, რომ თქვენ ცხოვრებაში სიტუაცია პირდაპირ მნიშვნელობით ამბობს იმ ყველაფერს, რომ ცვლილებები იქნება კარიერული და არა გრძნობების მხრივ. გრძნობების მხრივ ცოტა ქაოსი, არასტაბილურობა და სიმშვიდე ჩანს. ფინანსური წარმატება, ახალი კონტრაქტები და ახალი შესაძლებლობები. გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას. ძალიან გთხოვთ, გაუკეთეთ ვიდეოს რეპოსტი, შეინახეთ, დააგულეთ და დააკომენტარეთ.